თუ 30,000 გამომწერზე ავალ აგვისტოს ბოლომდე ამ მანქანას გავათამაშებ. დღეს ჩვენ აქ ყავს BMW მესამე სერიების თითქმის ყველა თაობა. მოდი ერთად ნახოთ თუ როგორ განვითარდნენ ისინი და საბოლოოდ სანამდე მივიდნენ. სანამ დავიწყებთ, ჩემი არხი გამოიწერეთ, ახლა კი გადავინოსოთ E30-ში და ვნახოთ თუ საიდან დაიწყო ყველაფერი. გამორჩეული იმით არის E30-ის მოდელები, რომ მსუბუქია ეს რა ძალიან. და შესაბამისად ამაში როგორც კი ვათავსებთ უკვე შედარებით დიდ ძრავს, არაქარხნულს, ძალიან მარტივია ამით სრიალის გაზაობას და ყველაფერი რა. თუმცა ამავე დროულად ძალიან საშიში მოდელებია, იმიტომ რომ ძალიან აქტიური უკანა მხარე აქვს და დრიფტში უყვარს ჩადგმა და მოწყვეტა და შესაბამისად ბევრი ავარიები ხდებოდა ამის გამო საქართველოში. ამ კონკრეტულ მანქანაში მოთავსებული არის 40-ოსიანი ძრავი, უკვე შემდეგი თაობების E46-ის. ამ მანქანას თავისუფლად ყოფნის რა. სახალისო სამართავი მანქანაა პირველ რიგში, რაც ემოციას იძლევა. E30 გონია რომ ესე ვთქვათ ღია სივრცეში ხარ, არ თუ ისე კარგი ხმის იზოლაცია აქვს, იმიტომ რომ ძალიან თხელია, როგორც აბიბები, ასევე თვითონ ჟესტის და ზოგადად უზაოდ ძალიან პატარაა და შესაბამისად გარე სამყაროსთან უფრო ახლოს ახარ. მაგრამ სამართავად ძალიან სახალისო მანქანებია რა, როგორც გითხარით, სულ ცდილობს რომ უკანა მხარე მოწურდეს. რა შეეხება საჭის მექანიზმს, გვაქვს მექანიკური, ანუ არ გვაქვს ჰიდრაულიკა, რაც ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ ძველ მანქანებზე მსგავსი საჭეები, ანუ როდესაც ჰიდრაულიკა არ ქონდა, უფრო ემოციების მომტანი იყო და უფრო ახლოს ხარ თითქოს ასფალტთან და გზასთან, თუმცა ამავდროულად ქალაქში ამეციარული ცოტა არ იყოს და ტანჯვა არის, განსაკუთრებით მაშინ როცა ვაპარკინგებთ მანქანას, იმიტომ რომ სიარულის დროს არ იტყობს საერთოდ, ანუ გონია რომ ჰიდრაულიკა აქვს მანქანას, იმდენად მსუბუქია მთლიანობაში. რა თქმა უნდა, სვაფს თუ გააკეთებთ ამ კუზაოში და ჯერ კიდე შეგიძლიათ შოვნა კარგი კუზაოსი, მგონია რომ საქართველოში არის შემორჩენილი ჯერ კიდევ კარგი კუზაოები, რა თქმა უნდა ძალიან მაგარი მანქანა იქნება და ძალიან ისიამოვნებდა რა. მე პირადად ძალიან მომწონს. ძრავებით, თავისი ძრავებით რაც გამოდიოდა, ეს იყო M10, M20, დიზელიც ყავდა, 2.4 დიზელის მონაშორის ეგეც ყავდა. რაც შეეხება მის წონას 1000 კილოგრამიდან იწყება დაახლოებით და 1200-მდე გადის. რა თქმა უნდა, კომპლექტაციასაც ძრავს გააჩნია. ძალიან მსუბუქია ეს მანქანები და ძალიან ცოცხალი. არანაირი მოცურების სისტემა, არანაირი ABS-ი, თუმცა ამ მანქანაზე ABS-ი აღენია, რესტაილინგებში უკვე 30-ებში ABS-ები იყო. შესაბამისად, ეგეც რა თქმა უნდა დამატებითი კომფორტია და თუ აგრესიულად გიყვართ ხოლმე სიარული და ესე სერპანტინებზე წამოყვათ სადმე მთაში, რა თქმა უნდა ABS-ი დაგჭირდება. იმდენად პატარაა, რომ გონია რომ უკან ვზივარ. რაღაც კუპეში ვზივარ, კუპეს მართავ. არა და 4-კარიანი სედანია. მაშინ ყველაფერი რაღაც პატარა იყო. ავტომობილები ძალიან პატარა იყო და ერთის მხრივ კარგია ეგ, იმიტომ რომ ესეთი ავტომობილები ყოველთვის ცოტას მოიხმარდა საწვავს. შესაბამისად მსუბუქი იყო და სფეთაც ნაკლები ჰქონდა ვიდრე მძიმე ავტომობილებს, თუმცა რეგულაციებთან ერთად რა თქმა უნდა მანქანის ზომებიც გაიზარდა. ესეთი მანქანები საკმაოდ საშიში არის ავტოშემთხვევის დროს, ავტოავარიის დროს. შესაბამისად ახალი თაობების მანქანები ნელა მაგიტომ უფრო და უფრო იზრდება ყოველთვის. გადავიდოსოთ უკვე შემდეგ მოდელზე, რომელიც თქვენიც ძალიან კარგად იცით, რომ მე ძალიან მიყვარს. გადმოვინაცვლე ნამდვილ ადამიანში. ეს ტრადიციულად 36-მდე სცენი არის. შუშის მექანიზმი რო არ ვიშოვებს ხოლმე რა, მაგრამ აი შეხედეთ რა დახვეწილობა არის რა. აი ეს მობრუნებული ესეთი ფორმეტო, აი ძალიან მოწონს 36 რა. კარგად იცით ალბათ ჩემი ვიდეოებიდან რომ ეს არის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი. აი შეხედეთ როგორი დახვეწილი არის ყველაფერი რა, აი როგორი ლამაზი არის. ამჯერად აქ საჭის რეგულირება გვაქვს. ასევე იმის სავარძლები გვაქვს, რომელიც ყველა მიმართულებით რეგულირდება. ვიღაცები ახლა დამცინებენ რაღაც დროს 36-ია იტყვიან, თუმცა ნამდვილ BMW-ს მოყვარულს დარწმუნებულია ყოველთვის უყვარს 36 და განსაკუთრებით ასეთი მოდელი როგორც დავიწყოს. ძალიან მაგარი მანქანა. ძალიან. აქ შედარებით უფრო მეტი კომფორტი გვაქვს ვიდრე E30-ის შემთხვევაში იყო, რადგან ძარა შედარებით უფრო დიდია 30-თან შედარებით, შიგნითაც მეტი ფართია რა თქმა უნდა და ყოველდღიურ გამოყენებაში უფრო კომფორტული არის. ჩემთვის პირადად ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი ვარ,
ჩვეულებრივად თავს ვდები 26 მეტრში და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ამახანით როგორც იცით ამ კონკრეტულით არა, მაგრამ პავს ასეთი რომლითაც ევროტურში ვიყავი წასული და შემოვიარე ყველაფერი. რაც შეეხება მის ხასიათს, 26 მეტრის ხასიათს, რის გამოც ძალიან გვიყვარს ეს ავტომობილი. სავალი ნაწილი გეომეტრია იმდენად კარგად არის და სწორად აწყობილი, რომ ამ მანქანებს აბსოლუტურად ყველა დისციპლინაში იყენებენ ავტოსპორტის სხვადასხვა სახეობებში, რა თქმა უნდა და ყველა ძალიან მოსწონს. ყოველდღიურად დღემდე ქალაქში დადიან ამ მანქანებით ძალიან კომფორტულად. ნებისმიერი თაობის თუ ავტომოყვარულის გემოვნებას ერგება 26 მეტი ხშირ შემთხვევაში. საერთოდ ვერ ვამტყუნებ ხალხს, იმიტომ რომ ეს მანქანა არის მართლაც უნივერსალური და ყველაფერში არის გამოყენებული. ეს კონკრეტული ავტომობილი არის გამაჩუმა. იმდენად მაგარი ძრავი აქვს ამ მანქანას, რა თქმა უნდა, ქარხნული არ არის და გაკეთებულია და ემოციებით ბევრად აღემატება ქარხნულს, რა თქმა უნდა, თუმცა საოცარი ემოციები მოაქვს რა. ძრავს რო თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში და ყველაფერი იდეალურად არის ძრავისფრით, ხმაც, ემოციაც, სიმძლავრეც ძალიან კარგი აქვს ამ მანქანას. სავალ ნაწილს რო დაუბრუნდა ისევ და შევადაროთ E30-ს. E30 უფრო ცანცარა ტიპი არის, სულ ცდილობს რომ მოწყდეს. ასე ვთქვათ, გარბის შეიძლება მაღალ სიჩქარეზე ისე მოგიწნეთ ეგ ავტომობილი, რომ საერთოდ ვერ მივხვდეთ რატომ მოწყდა. ამ შემთხვევაში 26 შემთხვევაში უკანა სავალი ნაწილი შეიცვალა, დაიხვეწა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ 26-ის კომპაქტებში ზუსტად იგივე უკანა სავალი ნაწილი არის უკანა მხარეს, რაც E30-ებში. ხოლო სედანის და კუპის და ტურინგის შემთხვევაში ყველაფერი შეიცვალა, გაცილებით უფრო სტაბილური არის ამ მანქანაზე უკანა მხარე, მაგრამ ის სისხარტე, სიცანცარე და ხასიათი, ასე ვთქვათ, BMW-ს ნამდვილი BMW-ს ხასიათი, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია. მანქანა არის საოცრად დამჯერი მანევრირების დროს, ანუ თუ ამ მანქანას მოაწყობ შესაბამისად დაუკეთებთ ასე ვთქვათ სეტაპებს, ტრეკის იქნება დრიფტის თუ ასე შემდეგ, იდეალურად შეასრულებს თავის საქმეს და იდეალურად გამართინებს თავს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი სამართავი მანქანები არის 26 მეტრი. შეუძლებელია მანქანასთან მოწყენილი იგრძნოს თავი, თუ რა თქმა უნდა რაღაც გაუმართავი არ არის ასე შემდეგ. ეს მანქანა გამართულია როგორც სავალი ნაწილები, ასევე დაკიდებაც, ასევე ძრავის და ყველაფერი და ერთი სიამოვნებაა ამის მართვა. ამ შემთხვევაში გვაქვს კიდევ დამატებით რა თქმა უნდა ბლოკირებული ხიდი, რომელიც როგორც E30-ს ამ მანქანებსაც მოყვებოდათ ოფციებად, შეგეძლო ქარხანაში გეყიდა ბლოკირებული ხიდით ეს ავტომობილი. რაც შეეხება ნაწილებს და შენახვას 30-ის ნაწილები, E30-ის ნაწილები უკვე თითქმის ძალიან იშვიათია და შეუძლებელია რომ კარგი ნაწილები იშოვო. 26-ის შემთხვევაში ჯერ კიდევ არის შესაძლებელი რომ ასე ვთქვათ მოუვარო და შეინახოთ. თუ გეგმავთ ამ მანქანების ყიდვას, გაითვალისწინეთ რომ 26-ის შენახვა დღევანდელ რეალობაში უფრო მარტივი იქნება თქვენთვის ვიდრე E30-ის. რა თქმა უნდა, ორივე უკვე ლეგენდარული ავტომობილებია და კლასიკურ ავტომობილებში გადის და თუ ეს მოდელები გყავთ ასეთ მდგომარეობაში, როგორც დავიწყავს, მოუარეთ, შეინახეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფასი დაედება ამ მანქანებს. სიამოვნება ამ მანქანის მართვა რა, ამაზე მაგარი სიამოვნება რამ შეიძლება მოვარჯოთ არ ვიცი. ახალი ენებს შეუძლიათ ახალი თაობის მესამე სერიებზე იმის გამო მოვეჯენ. რა თქმა უნდა არა. უბრალოდ ცალსახად ეს მანქანა არის ავტოსპორტისთვის და არა მარტო ავტოსპორტისთვის გასართობად ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოდელი რა. რას დადის просто რა მხელა ემოცია მოაქვს სიარულის დროს. თან ეს ყველაფერი კონტროლირებადია და შეგიძლია რომ ანუ მანქანით სიამოვნება მიიღოს სრულიად უსაფრთხო.
რა თქმა უნდა, გამოუცდელ მძღოლებს არ ურჩევ მსგავს რაღაცას, რომ იგაზავონ ეგრევე 36-ით, იმიტომ რომ მაინც BMW-ს ხასიათი აქვს და საკმაოდ საშიშია აგრესიული მართვის დროს. თუმცა როგორც კი მიეჩვევით მანქანას, ესე ვთქვათ, შეისწავლით მის გეომეტრიას, როგორ იმართება, რა დროს როგორ იქცევა, მაგის შემდეგ რა თქმა უნდა შეგიძლია უსაზღვრო სიახლოვება მიიღოთ. გამდის სავარაუდოდ ხო? კი, გავიბრიჯობია, გავაგრილებ. იმიტომ რომ მართლა პოლი გამდის. ვერ გავჩერდებოდი ახლა ეს ნამდვილად ჯობია ცოტა გავაგრილოთ. და გადავინოსოთ უკვე შემდეგ მოდელში. და ვნახოთ რა შეიცვალა, როგორ დაიხვეწა E46-ში. გადმოვინახოთ უკვე E46-ში, სადაც რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო დახვეწილია, დიზაინის მხრივ გაუმჯობესებულია როგორც ტორპედო ასევე ყველაფერი. მე ვიტყოდი რომ ცოტა უფრო მომრგვალებული 36 არის ზოგადად 46-ში, როგორც კარიდან ასევე შიგნიდანაც. ბევრად უფრო დაიხვეწა იმ მხრივ რომ დიზაინი უფრო დაგლუდა, თითქოს აღარ არის ეს უხეში ოთხკუთხედი ფორმები და ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო ესე ვთქვათ კომფორტისკენ არის მიმართული. მარჯვენა საჭიანი არის იაპონიიდან ჩამოყვანილი, 3-დან 2 არის ძრავი და მექანიკური გადაცემა და კოლოფი. დიდი ხანია მარჯვენა საჭიანი მექანიკა არ მიტარებია, თუმცა მიატით დავდიოდი ძალიან დიდი ხანი ავტოსპორტშიც ვიღებდი მონაწილეობას მარჯვენა საჭიანით, ამიტომ უცხო არ არის ჩემთვის. ემოციის გადმოსაცემად კი საჭეს ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა. ყოველდღიურობაში, რა თქმა უნდა, 30-დან და 36-დან შედარებით 46 გაცილებით კომფორტული იქნება და უფრო კარგად იგრძნობს თავს ამ მანქანაში, ხოლო რაც შეეხება მის აგრესიულობას და ესე ვთქვათ მანევრირებას და სპორტულ ხასიათს, ყველაფერი რა თქმა უნდა შენარჩუნებული აქვს, როგორც 36-ში გვხვდებოდა, იმიტომ რომ სავალ ნაწილში უკანა მხარეს ძირითადად იგივე არის, უკანა გიტარები მაგალითად რომ ავიღოთ ერთიაში ზუსტად ზომებში ემთხვევა 36-საც და შეგიძლიათ იმაზეც დააყენოთ უკანა გიტარები, ხოლო წინა მხარეს მცირედი სხვაობა არის, თუმცა გეომეტრია მთლიანობაში სავალ ნაწილი ზუსტად იგივეა როგორც 36-ის შემთხვევაში. შესაბამისად, მართვადობა, ხასიათი ზუსტად იგივე აქვს როგორც 36-ს. უბრალოდ ამ შემთხვევაში წონამ ცოტა მოიმატა 46-ის შემთხვევაში, უზაოდ ცოტა უფრო მძიმეა, რადგან კიდევ უფრო გაიზარდა ზომებში და ამის ხარჯზე უფრო სტაბილური გახდა ავტომობილი. თუმცა BMW-ს ხასიათი რა თქმა უნდა ამ მანქანაშიც ისევე კარგად იგრძნობა როგორც 36-ში და ერთი სიამოვნება 46-ის მართვას, რა თქმა უნდა. განიერი დისკები აღენია ამ მანქანაზე და საბურავები აგრესიული მოყვების დროს შედარებით ედება გრილოებში, ამიტომ მოდი არ გვინდა მანქანის გაზაობა. იმიტომ რომ ძალიან სვეჟა და ძალიან კარგად გამოიყურება, გარბენიც არ აქვს მაინდა-მაინც ბევრი 170-100 კილომეტრია გარბენი და ძალიან მომწონს. დიზაინი სალონი ძალიან კარგია დახვეწილია, მით უმეტეს რომ ამ მანქანებში უკვე მონიტორი გამოიყენეს შუაში და შეგეძლოთ მონიტორით გემართათ ყველაფერი. გვაქვს ასევე მოცურების სისტემა, 36-ის ბოლო მოდელებში რესტაილინგებშიც იყო ეგ სისტემა დანერგილი, თუმცა 46-ის შემთხვევაში უკვე სრულად დანერგეს მოცურების სისტემა და თუ გინდათ რომ ის რეალურად იდრიფტავოთ, ამისთვის მოგიწევს გათიშვა. მაგრამ ერთი ცუდი ამბავი მაქვს, უკვე რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცით, რომ 46-ებს ბლოკირებული ხიდები საერთოდ არ მოყვებოდა. არცეთ ძრავზე. მხოლოდ და მხოლოდ M3-ს ჰქონდა ბლოკირებული ხიდი. ამ მანქანებზე ბლოკირებული ხიდი თითქმის არ იშოვება, ანუ თუ გინდათ რომ ბლოკირება დააყენოთ, მაშინ E46 M3-ის ბლოკირება უნდა დააყენოთ, ამბობთ ამ შემთხვევაში მთლიანად სავალი ნაწილი უნდა გადააკეთოთ. უკანა მხარეს მთლიანად ბალკა უნდა დადგეს M3-ის. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხულია. მის სიარულს კი რაც შეეხება, გაცილებით უფრო ესე ვთქვათ, დინჯი სიარული აქვს 36-ის შედარებით, უფრო დასტოინად არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, თუმცა მაგის ქართული შესატყვისი დინჯი არის, ალბათ უფრო დასტოინად დადის მოკლედ და მანევრში რაც შეეხება მანევრირებას, საჭის მექანიზმი უფრო დახვეწილი აქვს ვიდრე 36-ს, საჭის ტრიალი გაცილებით ნაკლები გჭირდებათ ვიდრე 36-ის შემთხვევაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია. და საჭის მექანიზმებს თუ შევხედავთ, ზუსტად იგივეა ზომებში ემთხვევა ერთმანეთს, რაც 36-ს უგენიათ. ხშირ შემთხვევაში ამის საჭის მექანიზმებს აყენებენ ხოლმე 36-ს, რომ მიიღონ აი ზუსტად ეს შეგრძნებები, რომელიც E46-ს ასე კარგად და ნათლად ამოძრავებს და უხორს მანქანას. რა თქმა უნდა, 46-ში ძალიან კარგი სამართავია, კარგად უჭირავს თავი, კარგად იგრძნობა. რაღაც მომენტებში უფრო დახვეწილია ვიდრე 36. სავალ ნაწილში რა თქმა უნდა ოდნავი სხვაობა არის და ეს ყველაფერი მოქმედებს მასზე. თუ თქვენ აპირებთ რომ ვთქვათ მანქანისგან
მიიღოთ მაქსიმუმი ამ წლის მანქანებზე მაქვს საუბარი და დროში იაროთ ტრეკზე და კარგი დრო დააფიქსიროთ, რა თქმა უნდა, მაშინ 46 გირჩევ. ერთვანუსიანი ძრავები იყო გამოყენებული 36-ში, არარესტაილინგებში უონუსო ძრავები იყო გამოყენებული M50 და M52 შემდეგ უკვე. E46-ის შემთხვევაში ერთვანუსიანი ძრავები აღარ არის, ამჯერად უკვე ერთი ვანუსი კიდე დაამატეს გამშვებზე და შესაბამისად მივიღეთ M54 ძრავები, რომელიც არის ორვანუსიანი. დაბალ ბრუნებზე ეს ძრავები გაცილებით უფრო ჯანზია ვიდრე ერთვანუსიანი ძრავები და შესაბამისად სიმძლავრის განვითარება აქვს სტაბილური. ანუ დაბალი ბრუნებიდანაც შეგიძლიათ რომ ჩააჭერთ, სიმძლავრე სტაბილურად ვითარდება მთელი დიაპაზონის განმავლობაში. თუ ოდნავ ხელებს წააფათურებთ რაღაც შემთხვევებში და აყენებთ გამშვებს და ამ შემდეგ, მაღლებზე რა თქმა უნდა გაწევა მოგემატებათ და მიიღებთ ზუსტად იმ ხასიათს, რაც ძველ BMW-ში იყო. 36-ის შემთხვევაში, M50-ის და M52-ის შემთხვევაში კი სიმძლავრე უფრო მაღალ ბრუნებზე მოდის და რაც ერთის მხრივ კარგია, მეტი სპორტულობის მხრივ კარგია, თუმცა თუ გინდა რომ შედეგი დავაფიქსიროთ, როგორც უკვე გითხარით, ასეთი ძრავები უფრო მოსახერხებელი არის რბოლის დროს. Სამით უმეტეს დრიფტშიც ბევრი იყენებს ამ მანქანებს, სამიდანული ძრავებს, ამ კონკრეტული ძრავებით. შესაბამისად, დავალ ბრუნებზე ძალიან კარგი სიმძლავრე აქვს ამ მანქანებში და დრიფტისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. განსაკუთრებით ლილო არენაზე, სადაც სიჩქარე არც თუ ისე მაღალია. რაც შეეხება თვითონ ძარას და კუზაოს, გაცილებით უფრო სტაბილურად დგას გზაზე, გადახრები ნაკლებად აქვს 26-თან შედარებით, რა თქმა უნდა, დაკიდების სისტემას გააჩნია, თუმცა ქარხნული ქარხნს შევადარებთ, E46 გაცილებით უფრო სტაბილურად დგას გზაზე. მაგრამ აი ის სიცანცარე და სისხარტე, რაც ძველ მოდელებში იყო, ეგ აკლია და მაგიტომ მიყვარს 36, რომ ორივე აქვს. აქვს E46-ის სიდინჯე, შეგიძლიათ ესე ვთქვათ, ტრეკზეც ძალიან კარგად მართოთ ავტომობილი, თუ შესაბამისად მოამზადებთ და აქვს 30-ის სიცანცარე, ასე ვთქვათ, სულ ცდილობს რომ დრიფტში ჩადგეს კონსტრუქტორს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყველაფერი დამორჩილებადია. 30-ში დაუმორჩილებელია, ხშირ შემთხვევაში დაუმორჩილებელია სიმძლავრე და ვერ აკონტროლებთ, მაინც მანქანის შუაზე დადიხართ. 46-ის შემთხვევაში სრულად იმორჩილებთ ყველაფერს, თუმცა ის ემოცია არ აქვს, რაც 36-ს. ახლა კი განავიაროთ უკვე შემდეგ მოდელში, ნახოთ რა ცვლილებები განიცადეს. გადმოვიდოდეთ უკვე E90-ში, რა თქმა უნდა, E90-ებით ძალიან მომწონს და დასაწუნი არაფერი არ აქვს ამ მანქანებს. ერთადერთი მინუსად ჩავთვლი ხოლმე ამ მანქანაში საჭის მექანიზმს, რადგან როგორც კი დაждდებით ამ მანქანაზე, ნებისმიერი მანქანიდან რომელსაც არ უნდა შეადაროთ, საკმაოდ უხეში აქვს საჭი, ვიდრე სხვა მოდელებს, თუნდაც 36-46. ხო და რატომ გააკეთეს ეს სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. რაღაც მხრივ ეს სწორია და კარგი გადაწყვეტილებაა, იმიტომ რომ როდესაც რბილია საჭი აგრესიული მანევრირების დროს შეიძლება ის აიღოთ საჭი, რომ მოცურება გამოიწვიოს მანქანის. მით უმეტეს რომ საჭის მექანიზმი გაცილებით უფრო მოკლე აქვს, ცოტა სუფობს საჭი. ვიდრე 46-ის შემთხვევაშია და შესაბამისად ვთქვათ ხისტი საჭე უფრო სჭირდება ამ მოდელებს. თუმცა ჩემთვის პირადად ზემოდაც ხისტი არის, რა რატომ მოიხსნენ ესე ვერ გეტყვით. სალონს რაც შეეხება დიზაინს, რა თქმა უნდა უფრო დაიხვეწა ვიდრე 46-ში იყო ეს ყველაფერი. მასალები ვფიქრობ რომ ინარჩუნებს ხარისხს, მით უმეტეს ამ კონკრეტულ მანქანაზე მის მეპატრონეს თენგოს შეცვლილი აქვს რაღაცეები და ძალიან კარგად და სიმპათიურად გამოიყურება სხვადასხვა შორის, ძალიან მომეწონა ეს კარბონის დეტალები როგორც არის გაკეთებული აქვს, საჭეზეც კარბონი არის გამოყენებული და ძალიან ლამაზია და ესე ვთქვათ, კარგად გამოიყურება. დიზაინში ვერაფერს ვერ დაუწურავ ნამდვილად E90-ს. რაც შეეხება მის სიარულს, მოდი გავიაროთ ახლა და ვნახოთ თუ როგორი სამართავია ჩვენი 90. ავტომატური გადაცემათა კოლოფი 6 HP, რომელიც არის 6 ჭხარიანი. მანამდე იყო 5 HP კოლოფები წინა თაობის BMW-ებში და იმ მანქანების ძველი მოდელების, ესე ვთქვათ, ავტომატიკების საკმაოდ ცუდად მუშაობენ. ეს კოლოფები, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილია და კარგი სამართავია. ძრავებს რაც შეეხება, აბსოლუტურად შეიცვალა ძრავები ამ მანქანებში, აღარ არის გამოყენებული ორვანუსიანი ძრავები, ამაში გამოიყენეს უკვე ახალი თაობის N52-ები და გაგვემატა ტურბო ძრავი ბენზინებში N54. არას ყავს ეგ მანქანა ყველა კარგად იცით N54 და ვფიქრობ რომ ეგ ძრავი არის ერთ-ერთი საუკეთესო რაც კი BMW-ს ოდესმე გამომუშვია, იმიტომ რომ ძალიან კარგად ამოდის სიმძლავრე, ისე რაც ქარხნული ძალიან კარგ ჯანზია და ძალიან კარგ სიამოვნებას განიჭერთ ეგ მანქანები, თუმცა ატმოსფერული სამიდანოლებიც ამ მანქანებში არ არის ცუდი და თუ მოუვლით, კარგად მოვლილ მანქანას იშოვით და იპოვით, თუ მოუვლით, საკმაოდ დიდხანს და კარგად გემსახურებათ. საჭიროა გვაქვს შიფტერები, რომ გადავთვალთ ჩვენი ჭხარეები და რაც ძალიან მოსახერხებელია და ძალიან კაია. არ ვიცი ამ ძრავებზე ეს შიფტერები მოყვებათ თუ არა და შეიძლება თემო დააკარგოთ, შემდეგ ხომ ვიგოთ.
მოგვითხრობ. ეს ყულისა აშკარად შეცვლილი არის და ახალი მოდელიც აღენია 8HP კოლოფის ესე ვთქვათ დიზაინით. ვერ ვიტყვი რომ რაღაცა მაწუხებს ამ მანქანაში, საკმაოდ კომფორტულია. პირველი ეფექტი ის აქვს მანქანას რომ ესე ვთქვათ კაცილებით დიდ მანქანაში გონია თავი, ვიდრე წინა თაობის BMW-ებში, რაც სრულიად მისაღებია, იმიტომ რომ ვიზუალადაც გაიზარდა ზომებში ეს მანქანები, სალონიც რა თქმა უნდა გაიზარდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ყველა თაობებში ესე ვთქვათ იზრდება, როგორც სალონები, ასევე ძარა გარედან, ეს ყველაფერი გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების სტანდარტები იცვლება. რაც უფრო დიდი არის ავტომობილი, მით უფრო უსაფრთხოა. შესაბამისად, უბრალოდ წარმოადგენს უწევთ, რომ გაზარდონ ზომებში ავტომობილები. და მათ შორის, რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოების სისტემებიდან გამომდინარე, უწევთ წონის დამატებას ავტომობილებზე. შესაბამისად, ვერაფერს ვერ ვიზამთ. ჩვენ კი გვიყვარს მსუბუქი და მარტივი სამართავი და მარტივი მოსავლელი ავტომობილები, თუმცა თანამედროვე რეგულაციებით ეს ყველაფერი რა თქმა უნდა შეუძლებელია. X-Drive-ზე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი გამოგვჭა. ყველა თაობაში, რომელსაც დღეს ვიღებთ, გამოყენებული არის X-Drive-ის სისტემა E36-ის გარდა. რატომ მოიცა BMW ასე ვერ გეტყვით, თუმცა E30-ები არსებობს. X-Drive მაშინ არ ერქვა, თუმცა ერქვათ iX-ი. 36 შემთხვევაში 4x4 ვერსია არ გავუკეთებიათ, 56 შემთხვევაში იყო და ნებისმიერ შემთხვევაში თაობაში, რა თქმა უნდა, 4x4 სისტემები BMW-ს ჰქონდა. ერთ-ერთი 36 არის, რომელსაც მხოლოდ უკანავედურში თან უკანა წამყვანი თვლებით უშვებდა BMW. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეგ არის ნამდვილი მანქანა. მოკლედ ამ ვიდეოში სულ 36-ის ქება დიდებას ისმენთ მგონი რა. Garmin-ი არც თუ ისე ბევრი აქვს, საკმაოდ შეკრულად და კარგად დადის, მოვლილი მანქანაა ეთყობა და რა თქმა უნდა რესპექტი მეპატრონეს. თუ ამ მანქანასაც რა თქმა უნდა შეიძენთ და მოვლით, ერთ-ერთი საუკეთესო მოდელები არის უდაოდ. მით უმეტეს რომ ძალიან მომწონს ქარხნული 90-ის სავარძლები ემბაკეტ სკოლის რა თქმა უნდა, რომელშიც ძალიან კარგად სულ თავს. არ გაწუხებს, მაგრამ თან ამავდროულად სპორტულიც არის. ანას მანქანა რო იყოს, აქ რა თქმა უნდა ვიტყოდი რომ იმას გვერდების დაბერვაც აქვს. შეიძლება ამას აქვს. ამასაც აქვს. კი, ამასაც ხონია. დაბერვით ყოფილა ესეც. შესაბამისად ეგ ხაზს უსვამს იმას, რომ მანქანა შეგიძლიათ ასე ვთქვათ აგრესიულად გამოიყენოთ და აქეთ-იქეთ მანქანაში არ გადავარდებით, როგორც ეს ძველი თაობის მანქანებში ხდებოდა ხოლმე. ძალიან კაი ფუნქციაა ეგ. თვითონ მატერიალებს რაც შეეხება სალონისას, უფრო ასე ვთქვათ ცუდი არ მინდა გამოვიყენოთ, თუმცა უარესი ხარისხია ვიდრე 46-ში იყო გამოყენებული. აი ეს კნოპკები და ისინი ძირითადად ძალიან მალე ბუჯდება ხოლმე და ცვდება. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი ძალიან კარგად არის შენახული. ხოლო რაც შეეხება მის მართვის ხასიათს, ამჯერად უკვე სავალი ნაწილები გაცილებით შეიცვალა. E50 შემთხვევაში როგორც იყო რომ გავდა 36 შემთხვევაში ეგრე არ არის. აქ უფრო სხვა დაკიდებაზე გადავიდა BMW. ცუდი არ არის, თუმცა ფიქრობ რომ ის რაღაც სპორტული ხასიათი თითქოს დაკარგა. მაგრამ დაკომპენსირებულია იმის ხარჯზე რომ მანქანას დიდი სიმძლავრე აქვს, ასევე ძალიან მყარია გზაზე, ეგრეთ წოდებული მშრალი ამორძაურებით ძალიან დიდები უყენია ხოლმე როგორც ეს ამანქანებს და შესაბამისად სამართავად ესეც ძალიან სასიამოვნოა. BMW-ს ხასიათი ზოგადად 90-ში ძალიან კარგად იგრძნობა. ახლა კი უკვე გადავინაცვლოთ შემდეგ თაობაში, რომელიც არის F30. გადმოვინაცვლეთ უკვე F30-ში, სადაც ყველაფერი მასობრივად შეიცვალა. E90-თან შედარებით ამ მანქანაში აბსოლუტურად ნულიდან აიწყო ყველაფერი, როგორც სავალი ნაწილები, ასევე მისი ძრავები, კომპლექტაციები, სალონი და ასე შემდეგ. საერთოდ სხვა მანქანა არის F30, ვიდრე S-სერიები იყო, მაგიტომაც წინა მოდელები ყველა ეთი იწყება, E46, E90, E36 და ასე შემდეგ. ამ თაობებში უკვე წამოვიდა F სერიები. ქარხნული F30-ები მე არ მომწონს. მისი დაკიდების სისტემა არ მომწონს პირველ რიგში, რადგან ვთვლი რომ ქანაობს ზედმეტად რბილია და საერთოდ არ არის სასიამოვნო სამართავი. თუმცა ეს მანქანები ძალიან ბევრი ჩამოყავთ საქართველოში, იმიტომ რომ ეკონომიურიც არის, ახალგაზრდულიც არის, შედარებით გამძლეც არის თუ კარგად მოვლილ მანქანას იყიდით და ბიუჯეტური, რაც ყველაზე მთავარია. მაგ ფასად, რა ფასადაც მაგ მანქანების კიდვა, ამ მანქანების კიდვა შეიძლება. ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ვფიქრობ. ჩვენი კონკრეტული ავტომობილი კი არის წითელ სალონზე, მექანიკა 325, BC Racing-ის დაკიდების სისტემით. ამიტომ ამ მანქანამ საერთოდ სხვა ემოციები უნდა მომცეს, ვიდრე ქარხნული F30 მომანიჭებდა. პირველი რაც ფეხში მომხვდა, სებრენი ამ მანქანაზე შესული არის და კერამიკა აღენია, საკმაოდ უხეშია. ხოლო რაც შეეხება საჭის მექანიზმს, გაცილებით უფრო რბილია საჭის მექანიზმი, ვიდრე ეს იყო წინა 90-ის თაობაში. ამ მანქანაში გვაქვს დიდი სიმძლავრე. ერთი რაღაც უნდა აღვნიშნო, რომ ატმოსფერული ძრავები F სერიებში უკვე საერთოდ აღარ არსებობს, როგორც დიზელის, ასევე ბენზინის ძრავები გამოდიოდა მხოლოდ ტურბინიანები, 4 ცილინდრიანი N20 და N26 ძრავები და შემდეგ უკვე N55 ძრავი და ასევე B58 ძრავი. B58 ძრავზე მოგვიანებით გადავალ, როცა უკვე გადავინაცვლეთ G სერიაში, თუმცა F სერიებშიც იყო B58 ძრავები მოთავსებული.
მომთაბარე საკმარისზე მეტი გვაქვს. რაც შეეხება დაკიდებას, კი დაბალია, მუშაობს კარგად, თუმცა მთლიანობაში ყუზაო მაინც არ არის მყარი და მაინც იხრება მოსახვეებში. 90-ში მსგავსი რამ არ შეინიშნება. რაც შეეხება მუხრუჭებს, თუ M პერფორმანსია და ზუსტად ეგეთი მუხრუჭები აღენია, მაგრამ ძალიან კარგად მუშაობს, ძალიან მაგრად ჩერდება, საერთოდ ვერიფიკებ რომ მუხრუჭი აკლია მანქანას. ძალიან კარგად ჩერდება. საერთოდ პრობლემა არ აქვს მაგალითად. საერთოდ ჯამში რო შევადარო, რა თქმა უნდა, ეს სერიის მესამე სერიები გაცილებით უფრო ახლოს არის ჩემ პირად ხასიათთან, შეიძლება თქვენთვის სრულიად პირიქით იყოს და სრულიად გეთანხმებით და მოხვებით იმაში, რომ ეს მანქანა გაცილებით კომფორტულია და თქვენთვის შეიძლება ეს უფრო მისაღები იყოს, მაგრამ ჩემთვის მანქანები ამოიცნობა ხოლმე როგორც წესი მოსახვეებში და არა სწორ გზებზე. ეს მანქანა რა თქმა უნდა სწორზე ძალიან ჩხარგია, ისევე როგორც 4 ცილინდრიანი ძრავებიც არის, ტურბინიანები და შეგიძლიათ დაატურინგოთ, ბუსტი მომოდოთ და ასე შემდეგ სიმძლავრე გაზარდოთ. შესაბამისად მიიღებთ ძალიან ჩხარ მანქანებს, აღარაფერს ვამბობ 325-ზე, რომელთანაც ძალიან ბევრი ცხენის ამოღება შეიძლება და ასევე P58-ზე, რომელზეც კიდევ უფრო ბევრი ცხენების ამოღება შეიძლება, მაგრამ ეგ მანქანები იქნებიან ჩხარი მხოლოდ სწორზე. ტრეკისთვის ამ მანქანას ალბათ არ ავაწყობდი. თუ ავაწყობდი, უფრო ავიღებდი წინა თაობებს. საერთო ჯამში მართვის ხასიათი რომ შევადაროთ F30-ის წინა თაობებს, გაცილებით უფრო ტლანკი და თითქოს მოუქნელი არის. წონაშიც რა თქმა უნდა სხვაობა, ამ მანქანების წონებიც კიდევ უფრო მეტია ვიდრე 90-ებში იყო. შესაბამისად, წონის ასეთმა მომატებამ, ზომების ასეთმა მომატებამ გამოიწვია ის, რომ მანქანები გახდა უფრო ტლანკი და მოუქნელი. თუ შევადარებთ იგივე კლასის სხვა ავტომობილებს, რა თქმა უნდა, BMW-ს ავიღებთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ რომ გაცილებით უფრო კარგი ხასიათი აქვს და BMW-ს ხასიათი ასე თუ ისე მცირედ მაინც შენარჩუნებული არის, რაც ძველად BMW-ში მოგწონდა. რომ შევადაროთ მაგალითად Audi-ს ან Mercedes-ს ან მსგავსი კლასის ავტომობილები, რაც არის, რა თქმა უნდა, მაინც BMW-ს ავიღებ, იმიტომ რომ მაინც აქვს თავისი ხასიათი, რაც ძველ მოდელებში იყო. თუმცა ძველი მოდელები უფრო ემოციური მანქანებია ჩემთვის და უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებს. რაც შეეხება მის მექანიკურ გადასახადა კოლოფს, კარგად არ იგრძნობა სხვათა შორის ხელში, გადართვის მომენტით ძალიან რაღაცა ისეთი აქვს, რომ თითქოს ძალითარი მექანიკა და არ უნდა იგეგმოს მანქანა მექანიკა. მე ალბათ შევიძენდი ამ მანქანას 8 HP კოლოფით, რადგან გაცილებით უფრო სწრაფია და კომფორტულიც რა თქმა უნდა. ეს მანქანა კი კომფორტზეა გათვლილი და ყოველდღიურად მისი გამოყენება 8 HP კოლოფით ნამდვილად კომფორტული იქნება. აი ამის ემი კი აბსოლუტურად სხვა მანქანაა. მაგაზე უკვე ემების ვიდეოში ვისაუბრებ. აი სახელურები, რაც გაუკეთეს F30-ებს და ხელს რო გისვრით, აი რატო გააკეთეს ეგეთ მასალას, სიმართლე გითხრათ ვერ ხვდები საერთოდ. საშინელებაა. ხო შეეძლოთ რაღაც მარტივი პლასტმასები გააკეთებინათ სახელურებზე. რატო გამოიყენეს ეს პლასტინის რაღაც საშინელი მასა, რომელიც ხელს გისვრის და რა ვიცი, რაც არ უნდა გამძლე იყოს ეს მანქანა და ესე ვთქვათ არ ქონდეს შეხება Z-ებთან, BMW-ს რო ჩვევია ზოგადად ძველ მოდელებში, ამ მანქანის შემთხვევაში სახელური გიტოვებთ, ესე ვთქვათ შავ ხელს. რატო გააკეთეს ეგრე ვერ ხვდები სიმართლე გითხრათ. ეხლა კი უკვე გადავიდეთ G სერიაში. და აქედან რომ მინდა ვთქვა, რომ ეს საერთოდ არ გავს მესამე სერიას. იმდენად დიდია შიგნიდან და გარედან, რომ აი ესე მგონია, რომ მეხუთე სერიაში ვზივარ. ვერ გეტყვით, სიმართლე გითხრათ, რატომ გააკეთეს ამ ხელა მოდელი, რა თქმა უნდა, კომფორტულია ბევრად ვიდრე წინა თაობები, მეტი სივრცე გაქვს, როგორც წინ ასევე უკან გზავრს და ასევე საბარგულშიც დარწმუნებული ვარ, წინა მოდელებს თუ შევადარებ, თუმცა ჩემთვის პირადად ძალიან დიდია ეს მანქანა და მესამე სერიაო ვერ იტყვი რა, თითქოს მეხუთე სერიაში უფრო გადის. რაც შეეხება მის მართვის სტილს, ამ შემთხვევაშიც დაკიდების სისტემა საკმაოდ რბილია, მით უმეტეს რომ ამ მანქანაზე ქარხნული დაკიდების სისტემა აყენია. F30-ის შემთხვევაში, როდესაც უხევთ და აგრესიულად შედიხართ მოსახვევში, საკმაოდ იხრება ძარა. ამ შემთხვევაში მოდი ვნახოთ თუ როგორ მოიქცევა, ასე ვთქვათ, მაღალ სიჩქარეზე. ხო, ამ შემთხვევაში ცოტა გამოასწორა BMW-მ ის რომ გადახრა მანქანას აღარა აქვს, საკმაოდ კარგად დგას გზაზე, თუმცა დაკიდება ჩემთვის ძალიან რბილია. მაგრამ რა შედარებაა, ვფიქრობ, რომ F30-თან შედარებით გაცილებით გაუმჯობეს და სავალი ნაწილები.
რა თქმა უნდა, გაუმჯობესებულია დიზაინი და უკეთესია ვიდრე F30 ტრადიციულად, როგორც ყველა მოდელში, უკეთესია როგორც გარე ვიზუალი, ასევე სალონის ვიზუალი, თუმცა მატერიალები კიდევ უფრო ცუდი არის G სერიის BMW-ებში, ვიდრე მანამდე იყო გამოყენებული, მაგალითად AS გვერდზე საშინელი რაღაც პლასმასის მსგავსი მატერია, რომელიც ძალიან ცუდად ხვდება ხელში, სავარძლებიც, ასე ვთქვათ, ტყავიც ძალიან ცუდად არის დამუშავებული და არ მომწონს, ძალიან უხეშია. AS პლასმასები, რაც აქ არის გამოყენებული, ძალიან იაფასიანი დაბეჭდილებას ახდენს. ეს თვითონ ეს დამბერავი ფეჩის დამბერავი რაც არის უხარისხო დაბეჭდილებას ტოვებს. საჭე ამ კონკრეტულ მანქანაზე შეცვლილი არის და დაგანებულია ბევრად უფრო აგრესიული დიზაინის მქონე ემის საჭე. ესეთი საჭეების მოყოლული არ ვარ, იმიტომ რომ ძალიან თითქოს მსუქანია. ზონაში მოიმატა ამ საჭემ. დიზაინს რაც შეეხება ძალიან ლამაზია. ეს რაჩვენებელთა დაფაც გაცილებით უფრო დახვეწილია ვიდრე წინათაობაში. სრულად უკვე ელექტრონული გვაქვს და ასე ვთქვათ გრაფიკით გამოაქვს აბსოლუტურად ყველაფერი. მოდი შევეხოთ ძრავებს. რაც შეეხება G სერიის ძრავებს, აქ გამოყენებული არის B სერიის ძრავები B48 და ასევე B58 ძრავი 6 ცილინდრიანი 3.0, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ძრავია თავისი ტუნინგის პოტენციალით. ამ ძრავებში აღსანიშნავია ერთი ის, რომ წყლის სისტემა აქვს აბსოლუტურად სრულად პლასმასებზე, ასე ვთქვათ, მეტალი არც არ არის გამოყენებული და დროთა განმავლობაში ეს პლასმასები რა თქმა უნდა ზიანდება და თუ აპირებთ ამ მანქანების შეძენას ან უკვე შეძენილი ყავთ, აუცილებლად გადამოწმეთ მისი წყლის სისტემა და თუ შეცვლით მთლიანობაში რაც უკავშირდება წყლის სისტემას, ყველაფერი ერთად შეცვალოთ. კოლოფი აქაც 8 HP აქვს გამოყენებული როგორც წინათაობებში და უკვდავია, არაფერი არ მოსდის საერთოდ, შეგიძლიათ დაივიწყოთ. სავალი ნაწილები რა თქმა უნდა გამძლე აქვს, დახვეწილი აქვს, არც F30-ს არ აქვს სავალი ნაწილები სუსტი, თუმცა რბილია. თუ პლეკისთვის აპირებთ შეძენას ამ მანქანების ან აგრესულად კიდევ გამოიყენოთ, F30 და ეს მანქანა ნაკლებად, არ გამოგადგებათ. ამის ემები უკვე სხვა თემაა და მაგას სხვა დროს შევეხები, რა თქმა უნდა. ემს თუ შეიძენთ, ეგ აბსოლუტურად სხვა მანქანებია. თუმცა სპორტულობასთან ამ მანქანებს უკვე საერთოდ არაფერი არ აქვს. ეს არის ყოველდღიური კომფორტული ავტომობილები, რომლებიც შეგიძლიათ შეიძინოთ, უბრალოდ გქონდეთ BMW-ს ლოგო და სწორზე იყოთ ჩქარები. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანქანა გახლავთ 320 და აქვს 4 ცილინდრიანი ძრავი, B48 ძრავი, სიმძლავრე საკმარისზე მეტი აქვს და ძალიან თავისუფლად ჩქარდება მანქანა, ვერ ვიტყვი რომ სიმძლავრე აკლია. უკეთესი იქნებოდა B48 ძრავით, რა თქმა უნდა, ცალსახად. თუმცა B48 ძრავიც არ არის ცუდი, მით უმეტეს რომ ამ ძრავების, ასე ვთქვათ, გაკეთებაც შეგიძლიათ ტუნინგდება ჩვეულებრივად, ანუ სიმძლავრის მომატებას ამოღებაც შეგიძლიათ, ერთადერთი წყლის სისტემას უნდა მიაქციოთ ყურადღება. მაგრამ სწორედ ეგ გამოარჩევს სხვა ტურბინიანი ძრავებისგან, რომ საერთოდ ვერ იფიქრებ, რომ ეს მანქანა ტურბინიანია. სიმძლავრე ისე ვითარდება, რომ ასე ვთქვათ თანაბარ დიაპაზონში აქვს, როგორც ძველ ატმოსფერულ ძრავებზე და ეგ ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, თუ შევიძენთ ამ მანქანას M Performance სამოხმო სისტემით გაცილებით უფრო თავდაჯერებულად გააჩერებს ავტომობილს, რადგან ახლა რაც აყენია ქართული სამოხმო სისტემა ამ მანქანაზე, თითქოს ვერ უმკლავდება ამ წონას და უფრო მეტი სჭირდება. ეს ძალიან დახვეწილი აქვს, გამიკვირდა სხვათა შორის, ელექტროსაჭის მექანიზმი აქვს და ძალიან კარგად იმართება ავტომობილი. ბევრი საჭისტრიალი არ გიწევს, მომხოლია, კარგად მომხოლია მოსახვეებში და ეს შეიძლება იმის დამსახურებაც არის, რომ ამ მანქანაში 4 ცილინდრიანი ძრავია მოთავსებული და წვირი გაცილებით უფრო მსუბუქი აქვს, ვიდრე B48 შემთხვევაში იქნება. ახლა კი მივიდეთ ჩვენს ძველ მესამე სერიებთან, დავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. მოგლეთ, ყველა მოდელით ვიარე, რა თქმა უნდა და ძალიან რთულია, რომ ესე ვთქვათ, დასკვნა გამოვიტანო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა მანქანა განსხვავდება ერთმანეთისგან და ქართულ მდგომარეობაში თითქმის არც ერთი არ არის. თუმცა E30 ძალიან კარგი ხასიათის მქონე ავტომობილია და ასე როგორც არის ეს მანქანა ძალიან მაგარია. 36-ზე არაფერს ვიტყვი. საუკეთესოა. 46-ს რა თქმა უნდა ძალიან სვეჟად გამოიყურება და კარგი სამართავია. 90-ს რაც შეეხება, ნამდვილად აგრძელებს იმ ტრადიციას, რაც მანამდე იყო და ვითარდებოდა ძალიან სწორად. თუმცა F30, როდესაც გამოვიდა, ვფიქრობ, რომ ბევრი რაღაცა შეცვალა BMW-მ, დაკიდებას უფრო რბილი გახდა და BMW-მ დაკარგა თითქოს თავისი ხასიათი. მაგრამ ეხლა თითქოს G სერიაში ეცადენ ამ ყველაფრის გამოსწორებას. ნაწილობრივ გამოასწორეს კი, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც არ არის ის, რაც უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან დიდია ზომებში ეს მანქანა და მაგათომღაც მეხუთე სერიას მომაგონებს. ჩემთვის პირადად კი ალბათ მარტივად მივხვდებოდით, რომელი იქნება საუკეთესო მანქანების შორის, მით უმეტეს ამ კონკრეტულ ავტომობილებს თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, უდაოდ 36 ჩემი ფავორიტია. და ძალიან მინდა 36-ებზე გადავიღო ერთი ძალიან დიდი ვიდეო, სადაც ყველანაირი 36 იქნება მოყვანილი, როგორც ტურინგები, კაბრიო, დრიფტისთვის, რალისთვის,
აყვართის დაძლევისთვის, შეიძლება იყოს ყოველდღიურ გამოყენებაში მყოფი ავტომობილები, შეიძლება იყოს ტაქსიც. ასე რომ ამ ვიდეოს დაელოდეთ, იმიტომ რომ მინდა რომ ძალიან კარგი ვიდეო გავაკეთო 36-ზე. ჩემი არხი გამოიწერეთ და არ დაგავიწყდეთ 20.000-ზე, როგორც კი ავალთ. ყველას მიეცემა შესაძლებლობა რომ მოიგოს ესე ვთქვათ, გახდეს გამარჯვებული და ავარჩევთ 3 გამარჯვებულს, ვისაც შევასწავლეთ დრიფტს. ხოლო 30.000-ზე კი ყველამ კარგად იცით რომ ვათამაშებ S60 და მე მგონი ძალიან კარგი შანსია ყველასთვის. სანამ დაგემშვიდობებით, ანამ ჩემი არხის გამოიწერეთო, ანას არხის გამოიწერეთ აუცილებლად, იმიტომ რომ იქაც ბევრი საინტერესო ვიდეო იქნება. აბა დროებით.